ილუზიები. აი დავბერდი კაცი და მე არა მაქვს რაღაც ილუზიები ან ნაკლებად მაქვს და გაგიგვირდებათ და ჩემზე გაცილებით მაგრებს, ჭკვიანებს, გონიერებს, მეტად განათლებულებს, მეტად მცოდნეებს. რატომღაც გაუჩნდებათ ხოლმე პერიოდულად ილუზიები რაღაცის თაობაზე, იმედები, რომ ამა თუ იმ საკითხს, ამა თუ იმ პრობლემას მოაგვარებენ და მე იმასაც ამბობენ გაბუტულიან, ტანტრუმიანი ბავშვებით, რომ მაშინ მე გავალ პროცესიდან თუ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებო, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდებაო. ილუზიები, ასე შეიძლება დავარქვათ ღირევანდელ ჩემ ვიდეო ბლოგს. ისიც თქვენ რომ ამერიკელთა მონაწილეობითაც გაიმართა რამდენიმე ხნის წინ მოლაპარაკებები პარიზში. ამ მოლაპარაკებებმა პარიზში გამართულმა მოლაპარაკებებმა ერთგვარად გააჩინა იმის იმედი, რომ ევროპისა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა, სამომავლო თანამშრომლობა უკრაინასთან მიმართებაში როგორც იქნა და შედგება. ყოველ შემთხვევაში მხარეები ცდილობდნენ, ეცადნენ იმას, რომ დაეახლოვებინათ პოზიციები და ეპოვათ მეტი და მეტი შეხების წერტილი. უკვე შემდგომი მოლაპარაკებები რა იგეგმა უკრაინასთან დაკავშირებით ლონდონში, ეს მოლაპარაკებები გაიმართება დღეს და ძალიან საინტერესო მოლაპარაკებები იქნება, თუმცა ამერიკელები სრულად სრულფასოვნად, ესე ვიტყვი, წარმოდგენილნი ამ ლონდონის მოლაპარაკებებზე სულაც არ იქნებიან. მხოლოდ და მხოლოდ კიტ კელოგი, შეერთებული შტატების წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, იქნება შეერთებული შტატების პოზიციების პრეზენტატორი და არ იქნებიან ამ მოლაპარაკებებზე მარკო რუბიო, რომლის ერთ განცხადებასაც გაგაცნობთ ახლავე და არ იქნება ეს ვიტკოფი. რაც შეეხება რუბიოს, რუბიო ამბობს, რომ მოლაპარაკებები თუ შედეგს ვერ გამოიღებს, ანუ თუ უკრაინა ისეთივე ხისტ პოზიციაზე იქნება, ამ შემთხვევაში პროცესი ისევ ჩიხში შევა, თითქოს აქამდე არ იყოს ჩიხში შესული და მოლაპარაკებები ჩაიშლება და ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე, თუ მაინც და მაინც ამას კონფლიქტის დარეგულირება ჰქვია, შევა ჩიხში და პრაქტიკულად უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდება შეერთებული შტატები და ეხლა უკვე ისევ კიტ კელოგს დავესესხები, მან თქვა, რომ შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში გავა. რომ მოვთარგმნოთ გავა პროცესიდან, ეს არის გავა პროცესიდან არის ხელებს დაიბანს, თავში ქვა გიხლიათო, იტყვის ასე. სიმართლე გითხრათ, მე პირადად მგონია, რომ ეს ყველაზე კარგი ვარიანტია მოცემულ ეტაპზე შეერთებული შტატების, ამჯერად ასე ვიტყვი, ამჯერად უკვე შეერთებული შტატების ხისტი პოზიციის გამო და გათვალისწინებით, რასაკვირველია ჯობს, რომ თუ შეერთებული შტატები გავა, მან განაგრძოს დახმარება უკრაინისა, ან სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება მაინც უკრაინისათვის, რომ რუსეთს არ ქონდეს მეტი და მეტი ბრუტალური შეტევის შესაძლებლობა, ან თუ მაინც განახორციელებს შეტევებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი შეერთებული შტატების გაზ პროცესიდან გასვლის შემთხვევაში, ეს შეტევები იყოს წარუმატებელი. ეხლა რა ეხება საქმე და რატომ იბუტება ტრამპის ადმინისტრაცია, მოდი ვთქვათ ასე. შეერთებული შტატების დელეგაციამ უკრაინელებს და ევროპელებს პარიზში წარუდგინა, როგორც ჩანს ასეა, წარუდგინა გეგმა, მისეული ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოგვარდეს, დასრულდეს, უფრო ზუსტი რო ვიყო ეს კონფლიქტი. 30 დღიანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ არ იმუშავა. ყველა ამ შესანიშნავად, მათ შორის ვაშინგტონშიც დაინახა, რომ ვინ ჭედავს ამ ამბავს და ჭედავს პუტინი. ვინ ამბობს, რომ ძირეული პრობლემები უნდა აღმოიფხვრას და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონფლიქტის დარეგულირება და ცეცხლის შეწყვეტა. ვინ და პუტინი. ოღონდ ძირეული პრობლემები პუტინისეული გააზრებით იმგვარებია, ის პრობლემებია ბრჭყალებში, პრობლემები, რომლებიც წითელ ხაზს მიღმა. ხო და შეერთებულ შტატებში იფიქრეს და შეიმუშავეს ფრიად საინტერესო, მაგრამ უკრაინისთვის ვიტყოდი ასე მეტად მავნე წინადადებები. მაგალითად, ერთ-ერთი მავნე წინადადებაა, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, არა, უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ნატოს წევრი კი ვერ გახდება. ერთ წამს შევჩერდით ამ
ამ ნიუანსზე, ამ დეტალზე, ამ ასპექტზე. 2008 წელს ბუქარესტში საქართველოს და უკრაინას მისცა შეერთებულმა შტატებმა მათ შორის და მთლიანად ალიანსმა პირობა იმის თაობაზე, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები. ადრე თუ გვიან. არა, ეს ორი სიტყვა ადრე თუ გვიან, ერთი სიტყვა მერე კავშირი და მერე ისევ სიტყვა არ იყო ჩაწერილი, მაგრამ პირობა იყო გაცემული. თუ შეერთებული შტატები ახლა ხისტა თითქოს რომ უკრაინა ვერა და ვერ გახდება ნატოს ალიანსის წევრი, შესაბამისად ის შემოარღვევს მის მიერვე პრეზიდენტ ბუშის დროს, ბუში უმცროსის დროს გაცემულ პირობას. და ნდობა შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს, როგორც სიტყვას რომ ინარჩუნებს, სიტყვის ერთგული როა, საკუთარი პრინციპების ერთგული როა. იმგვარი სახელმწიფოს მიმართ ისედაც შესუსტებული ნდობა მნიშვნელოვნად და კიდევ უფრო შესუსტდება. რას ნიშნავს უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, საბოლოო ჯამში დამოუკიდებელ სახელმწიფოს, სუვერენულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, აქვს უფლება აირჩიოს ნებისმიერი ალიანსი, ნებისმიერი კავშირი და ეს მისი სუვერენული უფლებაა. ვერ გახდება უკრაინა ნატოს წევრი ნიშნავს, რომ მთელი დასავლეთი და კონკრეტულად შეერთებული შტატები, მოდი მაინც ასე ვიტყვი, აღიარებს ირიბ ვეტოს რუსეთისა ნატოს გადაწყვეტილებებზე და აღიარებს, რომ ნატოს საშინაო საქმეებში ერევა რუსეთი და ის საზღვრავს ნატო გაფართოვდება თუ არა ფინეთთან მიმართებაში ასე არ მომხდარა, შვედეთთან მიმართებაში ასე არ მომხდარა, უკანასკნელ გაფართოვებას გულისხმობ, მაშინ რა დააშავა უკრაინამ. ნუ თუ გავლენის სფეროებად იყოფა დღესაც სოფლიო, თუნდაც ვაშინგტონის, ან სწორედაც რომ ვაშინგტონის აზრით. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კიდევ ერთი პირობა, კიდევ რამდენიმე პირობა, რამდენიმე აზრი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დარეგულირდეს კონფლიქტი, რამდენიმე აზრი ვაშინგტონიდან. უყურეთ, აქ ორგვარი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ საერთოდაც დე იურე ხას უსვამ, დე იურე უნდა აღიაროს ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად. ეს პანდორას ყუთის გახსნა მეთქი ეს თქვი თუ არ ვწდები წინა ბლოკშიც და მარტო მე კი არა, ბევრი ამბობს ამას. სოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროპის კონტინენტზეც დაიწყება ახალი კონფლიქტები და თითოეული კონფლიქტის აგრესორი მხარე გამოიყენებს არგუმენტს, რომ კი მარა დალოცვილნო, თუ რუსეთი შეიჭრა ყირიმში და ძალით დაიკავა ყირიმის ნახევარკუნძულის სხვა ქვეყნის ტერიტორია. ამასთან იმ ქვეყნის ტერიტორია, რომლის ტერიტორიული მთლიანობას მას ნაცნობი ჰქონდა ვიდრე 2014 წლამდე, მაშინ მეც შევიჭრები სადღაც რომელიმე სხვა შედარებით სუსტი ქვეყნის ტერიტორიაზე, დავიფხრობ, გაივლის 10, 12, 15 წელიწადი და დამიკანონოს მაშინ დასავლეთმა ის ტერიტორია, ის არაჩემი ტერიტორია, ჩემს ტერიტორიად. საქართველოსთან იმართებაში რომ გადმოვიდანო წინა ბლოკშიც თქვი, თუ ყირიმი იქნება აღიარებული რუსეთის ტერიტორიად, რატომაც არა აფხაზებს ექნებათ და სამხრეთ ოსეთელებს ექნებათ სრული არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, სუყი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიც იმსახურებენ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას ან საერთოდაც რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას და თუ რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და თუ შეერთებულმა შტატებმა გააправა ყირიმის გააправა, სწორი სიტყვაა ქართული თარგმანი შეიძლება გაამართლა, ხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას, მაშინ მოდი აფხაზეთიც იყოს აღიარებული იმავე შეერთებული შტატების მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფო თუ ცხინვალის რეგიონი ჩამოინგრევა არაღიარების პოლიტიკა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთან იმართებაში და საერთოდაც ეს ამგვარი პოლიტიკები საზღვრების ურღვევობის თავობაზე მთლიანად იქნება მორღვეული. მით უფრო რომ ჩვენ აბსოლუტურად მართალნი ვართ, იმიტომ რომ ჩვენთან მიმართებაში სამჯერ ეუთო სამიტმა 90-იან წლებში, ეს არის ლისაბონის, ბუდაპეშტისა და სტამბოლის სამიტები, გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მიმართ, ქართველების მიმართ ეთნიკური წმენდა ჩატარდა 90-იან წლებში. ხო, ახლა ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებითაც რომ უკრაინას სთხოვენ რომ მან აღიაროს დე იურე აღიაროს ყირიმი
რუსეთის ტერიტორიად, რაც მე გეტყვით, რომ ესე არ მოხდება, უბრალოდ აქ საუბრობთ იმაზე, რომ შეერთებული შტატების პოზიცია როგორია და შეერთებული შტატები მაღალი ალბათობით ხელს დაიბანს საერთოდ ამ პროცესზე. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ახლა უკვე რუბიოც, ეს ნაქვს ნათქვამი კიტ კელოგს და სხვებსაც და კარგი იქნება, მეთქი ამას გავიმეორებ, კარგი იქნება, იმიტომ რომ ამგვარი პოზიციით შეერთებული შტატების მოლაპარაკებათა მაგიდასთან ყოფნა პრინციპში საზიანო არის, როგორც ჩანს, უკრაინის სახელმწიფო ინტერესებისათვის. შემდეგი ამბავი. თუ უკრაინა ყველაფერზე თანხმდება, უკრაინამ კი არა, ამერიკის შეერთებული შტატები მოხსნის სანქციებს რუსეთისაგან. რუსეთს ეს სასიცოცხლოდ სჭირდება, ძალიან სჭირდება. მაგრამ მეორე მხრივ ამ პროცესში ევროპის მონაწილეობა გარდაულა და აუცილებელია. რუსეთს არ აქვს ისეთი დიდი და მძლავრი სავაჭრო ბრუნვა შეერთებულ შტატებთან, როგორი მძლავრი და დიდი სავაჭრო ბრუნვაც ჰქონდა ევროპის კონტინენტთან და ევროპა თუ არ აპირებს სანქციების მოხსნას, მაშინ ახლა ასე ვიტყვი, შეერთებულმა შტატებმა უნდა მოხსნას ეს სანქციები და უნდა არ მოხსნას მეთქი. საინტერესო ნაწილი არის ის, რომ უკრაინის დარჩენილ ტერიტორიას იმ შემთხვევაშიც კი თუ ზელენსკი გაგიჟდება და ყველაფერზე მოაწერს ხელს და ამის შემდეგ ჩემი პროგნოზით ის არასრული 2 თვე გაჩერდება კიევის სათავეში უკრაინის ხელისუფალი იქნება არა უმეტეს 2-3 თვისა. მოკლედ იმ შემთხვევაშიც კი თუ ზელენსკი გაგიჟდება და ხელს მოაწერს ყველაფერს, დარჩენილი უკრაინა ხო იარსებებს, ანუ რუსეთი აკონტროლებს ერთ ნაწილს, ნაწილი აქედან აღიარებული აქვს უკრაინას რუსეთის შემადგენელ ნაწილად, ანუ ყირიმი, დონბასის საკითხია და ასე შემდეგ, ზაპოროჟიე, ხერსონი, უამრავი ამბავია, მაგრამ დარჩენილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიასაც არ იძლევა შეერთებული შტატები და აქ მივადექით ერთ საკვანძო საკითხს, კერძოდ ევროპული ჯარების მონაწილეობას ამ პროცესში. რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების სამშვიდობო ჯარები შევიდნენ უკრაინაში. და ამბობენ ამგვარ რამეს რუსები, რომ შევიდეს სხვა ნებისმიერი ქვეყანა და ვინ იგულისხმება სიმართლეა გითხრათ, არ ვიცით სავარაუდოდ, ბელარუსები, ბრიქსის წევრი სახელმწიფოების ჯარები ამ სამშვიდობო კონტინგენტი დააკომპლექტონ ბრიქსის წევრმა სახელმწიფოებმა, რაზეც ევროპა რასაკვირველია და უკრაინაც რასაკვირველია ჭედავს. აქვე ვიტყვი, რომ ასეთი წინადადებაც არსებობს, რომ სამხრივი ფორმატი უნდა შეიქმნას. ამ სამხრივ ფორმატში ერთის მხრივ უნდა იყოს უკრაინა, მეორეს მხრივ რუსეთი და შეერთებული შტატები თანახმაა, რომ არ იყოს თავად და არ უნდა იყოს ნატოს არც ერთი წევრი სახელმწიფო და უნდა იყოს რომელიმე სხვა. თურქეთი ვერ იქნება, იმიტომ რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. ჩემი ვარაუდით, მაგალითად ბელარუსს და ლუკაშენკოს ძალიან უნდა, მაგრამ ჩემი ვარაუდით, თუ ეს ფორმატი მაინც და მაინც შეიქმნება, იქნება საუბარი რომელიმე ახლო აღმოსავლურ ქვეყანაზე, მაგალითად საუდის არაბეთზე ან სხვა რომელიმეზე. კომპენსაციას შეერთებული შტატები გადაუხდის უკრაინას კომპენსაციას რეკონსტრუქციისათვის. თუმცა ამ წინადადებებში, პარიზში გაკეთებულებში არ არის ხსენები, წყაროები და ესეც საკამათოა სიმართლე გითხრათ. მოკლედ, ისი თქმა მინდა, ლონდონის უმელაპარაკებები საბოლოო ჯამში იქნება წარუმატებელი, იმიტომ რომ ამერიკელები არ მონაწილეობენ. ამერიკელები ახალ ულტიმატუმს უყენებენ უკრაინას. უკრაინა ამ ულტიმატუმებზე არ დათანხმდება, მათ შორის არ დათანხმდება არც იმაზე, რომ ნატოში არ გაწევრიანდეს, არც იმაზე, რომ მან აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად, არც იმაზე, რომ დანარჩენი 4 ოლქი აღიაროს რუსეთის ტერიტორიად ერთგვარად დე ფაქტო თუნდაც, არც იმაზე, რომ ესეთი მძიმე მდგომარეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მოლაპარაკებები შევა ჩიხში კიდევ ერთხელ. რაც არის საფუძველთა საფუძველი იმ ფიქრისა, რომ ომი გაგრძელდება. ომი რომ გაგრძელდება, ბევრი იტყვის ჩვენთან, რომ ომი გაგრძელდება რუსეთის უპირატესობითო, მაგრამ თლად ასე არ არის საქმე. უკრაინელები განსაკუთრებით დრონებით და ფლოსანი რაკეტებით ახორციელებენ შეტევებს და იერიშებს და თავდასხმებს რუსეთის საკმაო სიღრმეში, ისიც თქვენ რომ ვლადიმირთან აფეთქდა 65 კილომეტრში მოსკოვიდან აფეთქდა იარაღის უზარმაზარი საწყობი. რუსეთს საკმაოდ უჭირს როგორც ცოცხალ ძალაში, ისე ტექნიკაშსა და ტექნოლოგიაში და ტყვია წამალში და ასე შემდეგ და შეიარაღებაში.
უკრაინასაც უჭირს. უკრაინას უჭირს ცოცხალ ძალაში პირველ ყოვლისა, თუმცა ბოლომდე დალხენილი ვითარება არ აქვს არც შეიარაღებაში. ის აწარმოებს ომისთვის საჭირო იარაღის დაახლოებით 30-35. შეიძლება 40%-საც კი, მაგრამ ეს აშკარად არ არის საკმარისი. მეორე 30-35%-ს ავსებს ევროპა და ავსებს ის, ხოლო მესამეს ავსებდა და ავსებს შეერთებული შტატები ჯერაც მეთქი. მაგრამ ომი არ არის მარტო იარაღის სროლა, რაკეტების სროლა, ავიაცია, მძიმე ტექნიკა, ტანკები, სახმელეთო ოპერაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც მხოლოდ დრონებით ომია. ომი არის სტრატეგიული ხედვა საკითხებისა და პრობლემებისა და ამბებისა და სტრატეგიული ხედვის თვალსაზრისით უკრაინა არ არის თლად ცუდ მდგომარეობაში, მას აქვს მანევრის საკმაოდ ბევრი ან დიდი შესაძლებლობა, განსაკუთრებით კვლავ ვიმეორებ რუსეთის იმ სიღრმეებში, რომლებიც დაცული არ არის. კურსკის ოპერაცია ამის თვალსაჩინოებაა. ის რომ კურსკიდან საბოლოო ჯამში ამ წამამდე არ გამოსულან უკრაინის შეერაღებული ძალები და რუსეთი რას არ აკეთებს, ხო? იმისთვის რომ კურსკიდან მაინც განდევნოს უკრაინელები, ოღონდ ამასობაში უფეთქდება თუ ბრიანსკი, თუ ბელგოროდი, თუ აგე კვლავ ვიმეორებ თლად მოსკოვთან სიახლოვეს საწყობები, ეს რუსეთისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. რუსეთი იზოლებული იქნება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სადღაც სექტემბერ-ოქტომბრისთვის გამოაცხადოს საყოველთაო და სრული მობილიზაცია. სრული მობილიზაცია, რომ ახალი საზარბაზნე ხორცი შექმნას, რომელიც შეაკვდება უკრაინას. მაგრამ სრული მობილიზაციამ წარმატებითაც რომ ჩაიაროს, ესეც არ იქნება რუსეთის სრული გამარჯვების საწინდარი. მე უბრალოდ შეგახსენებთ რა უნდოდა რუსეთს 2022 წელს თებერვალში, მანამდეც იანვარში, 2021 წლის დეკემბერში. მას უნდოდა რომ გაეკონტროლებინა მთელი უკრაინა, აიღო კიევის ჩათვლით ტერიტორიები და კიევის სათავეში მოეყვანა პრორუსი ლიდერი, რომელიც თავად იტყოდა უარს ნატოზეს და უკრაინის განვითარებაზე, მთლიანად რუსულ სახელმწიფოდ გარდაქმნიდა, აქცევდა. აი ამ კუთხით, ამ რაკურსით თუ შევაფასებთ პროცესებს და მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობს უკრაინაში, რუსეთს სულაც არ მიუღწევია წარმატებისათვის, უკვე პრაქტიკულად 3 ნახევარი წელია მიმდინარეობს ომი, 3 წელი და 3 თვეა და რუსეთი ვერაფერს აღწევს. ამ თვალსაზრისით კი მან დაიკავა ტერიტორიის მნიშვნელოვანი გარკვეული ნაწილი, თუმცა გულახდილები თუ ვიქნებით, მას არსებითი წინსვლა 2022 წელთან მიმართებით თუ 2022 წელთან შედარებით უკრაინის ტერიტორიაზე არ აქვს და ამასობაში მილიონი ჯარისკაცი ყავს დაკარგული, მილიონი მოქალაქე, ანუ მილიონი ახალგაზრდა, რომ მესმის რომ უკრაინელებში საკმაოა მსხვერპლი და უკრაინელების ბოლომდე არ ამხელენ მსხვერპლის რაოდენობას, რომელიც არის უკრაინაში უკრაინელთა მხარეს, მშვიდობიან მოქალაქეებსაც გულისხმობ, მაგრამ უკრაინას სხვა გზა საბოლოო ჯამში არც ჰქონდა, მას არ უნდა დაეთმო ერთი გოჯი მიწაც კი რუსეთისათვის. ვიუბრუნდები რა შეერთებული შტატების პოზიციას, კვლავ ვიმეორებ, რომ მათ ვაშინგტონში დაანონსებული აქვთ, რომ თუ მოლაპარაკებები და შეთანხმება უფრო ზუსტი რომ იყო არ შედგება და როგორც ჩანს არ შედგება, შეერთებული შტატები გადის პროცესიდან და ახლა კიდევ ერთი საკვანძო კითხვა უნდა დავსვათ, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ევროპა საკუთარ თავზე და მოერევა თუ არა, უფრო კონკრეტული კითხვაა, ევროპა ამ პრობლემებს, ხვდება ევროპა, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში რაც წარმოუდგენელია, მაგრამ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი უკვე შემდგომ გამოსცდის ევროპის უსაფრთხოებასაც, აი ტრადიციული დღევანდელი სახით ევროპის კავშირის უსაფრთხოებასაც გამოსცდის ნატოს მეხუთე მუხლსაც და ბალტიის სახელმწიფოების მისამართით სარაკეტო საჰაერო იერიშებს და შესაძლოა პოლონეთის მისამართითაც სარაკეტო საჰაერო იერიშებსაც მიიტანს. მაგრამ ეს არის ერთი, რომ ხვდება ევროპა ამ ყველაფერს და მეორეა მთავარი კითხვა, რომელსაც გავიმეორებ, მოერევა თუ არა ევროპა იმ გამოწვევებს, იმ პრობლემებს, იმ გამოწვევებს, რომლებიც მის წინაშეა, ახლა უკვე იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პროცესიდან გასვლის შემთხვევაში. მე ვარაუდობ, რომ მოერევა.
ოღონდ ამას გარკვეული პერიოდი, გარკვეული დრო დასჭირდება, ესე არ არის, რომ ამერიკა გავიდა პირობითად ლაპარაკობ პროცესიდან მაისის თვეში და უკვე ივნისის დასაწყისშივე ევროპა იმდენად ძლავრად იქნება წარმოდგენილი. როგორც იარაღის წარმოების, ისე უკრაინის მომარაგების, ისე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და ასე შემდეგ კუთხით, რომ აი უკვე სექტემბერში თუ ოქტომბერში უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. ასე არ არის, რასაკვირველია, ეს არის პროცესი, მინდა ხაზგასმით თქვა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დასრულდება მაშინ, როცა რუსეთი სრულიად გამოიშიგნება, გამოიფიტება. აი, წინა ბლოკში რომ თქვი, რომ მე ჩემი ოცნება ან ნამდვილი ქართული ოცნება არის, რომ რუსეთი დანგრეული ვნახოთ, მეთქი მოსკოვი, კრემლი, წითელი მოედანი, მავზოლეუმი და ასე შემდეგ. მე ამაზე დაყრდნობითაც თქვი, დიახ, ქართული ნამდვილი ოცნება უნდა იყოს სწორედ ის, რომ რუსეთი დაინგრეს როგორც იმპერია და ფიგურალური ნათქვამია, რომ დაინგრეს წითელი მოედანი, კრემლი, მავზოლეუმი, პუტინი ნახოთ ჩამახჩობილი თუ პუტინი ნახოთ კედელთან მიიყენებული. აი ამ პერიოდისთვის, როდესაც რუსეთი მთლიანად გამოიშიგნება და გამოიფიტება, გარდაუვალია ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში შიდა რუსული რევოლუციური პროცესები. აქამდე უნდა გასძლოს მეთქი უკრაინამ ამის თქმა მინდა საბოლოო ჯამში. როდის ხდება ეს ყველაფერი? ვერ გეტყვით. არსებობენ წინასწარმეტყველები, რომლებიც ამბობენ, რომ 2027 წელს პუტინი აღარ იქნება, პუტინი სრულდება, პუტინს ან კლავენ, ან თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ან შიდა გადატრიალების შედეგად მას აპატიმრებენ და ასე შემდეგ. Умом Россию не понять, ვერ გაიგებს საბოლოო ჯამში საითკენ წავა პროცესები რუსეთში, იმიტომ რომ რუსეთსაც საკმაოდ უჭირს რომ ვიცოდეთ მაინც და რუსეთი არ არის მესმის რომ ძლავრი ქვეყანაა, მესმის რომ ბევრი ადამიანის გაწირვა შეუძლია, მეორე მსოფლიო ომშიც ასე გააკეთა სტალინმა, შეხოცვა შეუძლია, ხო, ცოცხალი ძალისა, საკუთარი მოქალაქეებისა, ამოუწურავი რესურსი აქვს და ომი იციან როგორც არაერთი დასავლელი ექსპერტის თუ მიმომხილველის წერს, ომი რუსებმა იციან, როგორ არიციან, ფინელებმა მეტად იციან, მე თუ მითხავთ საბოლოო ჯამში მესმის, მაგრამ ამოუწურავი ამ ვითარებაში, ამ დინამიკაში, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატებისაგან მას ერთგვარად ექნება მოდი ასე ვიტყვი, მხარდაჭერაც არასწორი სიტყვა, ინდულგენციაც არასწორი სიტყვა, გარკვეულწილად შეერთებული შტატები მოკლედ შეამსუბუქებს პოლიტიკას, ამსუბუქებს და შეამსუბუქებს პოლიტიკას პუტინის რუსეთის მიმართ. რუსეთი არ არის სრულად მხარგამაგრებული სახელმწიფო, რაც არ უნდა ჩრდილოეთ კორეას თუ ჩინეთს მიმართოს მხარდაჭერისათვის. ეს ბარემ რომ ვიცოდეთ. ამიტომ ელოდეთ მნიშვნელოვან კვანძის გახსნებს უკვე წელსვე, გასაკვირველია. და ეს კვანძის გახსნები სულაც არ იქნება მაზიანებელი და კატასტროფული უკრაინისათვის, მიუხედავად იმისა, როცა ჩახედავ ხოლმე, მოდის ვიხდი, აი, ავიღე მეორე ტელეფონი, როცა ჩახედავ ხოლმე ნიუსფიდს, ახალ ამბებს, ხო, დაგზაფრავს რაღაც ინფორმაციები, მაგალითად იმის თაობაზე, რომ პირდაპირ მოლაპარაკებები აღდგება უკრაინასა და რუსეთს შორის შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. ხო, მესმის რთული მოსასმენია, მაგრამ გქონდეთ იმედი და იმისა, რომ უკრაინა გარდატეხას შეიტანს ამ ომის დინამიკაში, მათ შორის იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეერთებული შტატები მთლიანად გავა პროცესიდან. ეს არის და ეს